დღეს ბერ ანდრიას მილორავა 30 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გარდაცვლილი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდში ბოლნისის მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. უფალმა მოიხსენოს, უფალმა დაალოცოს მამა ანდრიას უგდავი სული. ეს მას 30 წელი შეუსრულდა. მიულოცოთ აქედან ეს იუბილე, მიულოცოთ იმიტომ რომ ის მარად ცოცხალია, უფალთან არის. მიულოცოთ იმიტომ რომ მან გაიმარჯვა წუთისოფელზე, გაიმარჯვა რწმენით, სიყვარულით, მოთმინებით, იმედით, ნუგეშით და შეწირულის ვარაკად უფალს მიისვენა საუკუნოდ, მაგრამ არ განშორებია ამ ადგილს, თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და ყველა იმ სნეულს განსაცდელში მყოფ ყრმას, რომლის ერთგვარ ფარველად, ნუგეშად, მაგალითად გვევლინება და რჩება დღესაც მამა ანდრია, აი ეს საოცარი სავანე დასტურია იმისო, რომ ეს კავშირი მამაოსა და აქაურობას შორის მუდმივია, მარადიულია, სწორედ მისი ლოცვით და ჩვენი დიდი პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და აშენდა ეს საოცარი სათნოების სიკეთის სიყვარულის სავანე, რომელიც არის მართლაც უნიკალური არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მთელი ქვეყნის შენაძენი, მე ესე ვიტყოდი და მაგალითი ერისა და ბერის ერთობლივი მზრუნველობისა, სიყვარულისა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბერი ანდრიას დაბადებიდან 30 წლის თავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შემოქმედებითი საღამოს მონაწილეები საქველმოქმედო ფონდის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ღონისძიებაზე ოპერის მომღერლებმა ფონდის ბენეფიციარებთან ერთად ზაზა აღლაძის რეჟისორობით ბერი ანდრიას ჩანახატების კრებული სიკეთის საგალობელი მიხედვით შექმნილი წარმოდგენა აჩვენეს. დღევანდელი ღონისძიება ბერი ანდრიას მშობლებმა თინათინ და ნესტორ მილორავებმა უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიუძღვნეს. ეს ჩვენ ვიმყოფებით ბერი ანდრიას სახელობის სათნოების სავანეში, სახლში. დღეს არის მისი საიუბილეო თარიღი, დაბადებიდან 30 წელი შეუსრულდა მამა ანდრიას, რომელიც გახლავთ მართლაც სიყვარულის, თავდადების, მოთმინების, დიდი რწმენის და მონაზვნობის მაგალითი. აი მისმა ასეთმა თავგანწირულმა სიცოცხლემ, უფლისადმი და სიკეთისადმი დიდმა თავგანწირვამ და ზვარაკად შეწირვამ გამოიღო ნაყოფად ის, რომ აშენდა ეს საოცარი სახლი, სიყვარულისა და სიკეთის სახლი, სადაც უამრავი სამწუხაროდ მძიმე დაავადებითა და სნეულებით, ლეიკემიით ტანჯული და დაავადებული უამრავი ყრმა მოზარდი გადის რეაბილიტაციას. აქ მათ ეძლევათ გარდა ფიზიკური თანაგრძნობისა დიდი სულიერი ნუგეში, მსურველობა, სარწმუნოებრივი, სნეობრივი და მორალური თანადგომა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სახლი მართლაც არის გამორჩეული და უნიკალური არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. ეს არის სწორედ მამა ანდრიას ლოცვით, მისი ანდერძის თანახმად, მისი მშობლები აგრძელებენ უამრავი ბავშვის დიდ შვილებრივ ყურადღებას. ეს სახლი არის დაფუძნებული ჩვენი დიდებული პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და სწორედ ეკლესიის ერის საზოგადოების და მსურნველი ადამიანების კეთილის მყოფელების ერთობლივი ზრუნვით იქნა მიღწეული ეს შედეგი და მართლაც სიკეთეს არ გააჩნია არც საზღვრები, არც წარმომავლობა, არც რელიგია, იმიტომ რომ აქ ყველანაირი დაავადების მქონე ბავშვი, რომელსაც ჭირდება ყურადღება და თანადგომა, განურჩევლად ამ განსხვავებლობისა, აქ პოვებენ დიდ თავშესაფარს, სუნველობასა და ნუგეშს და მათ შორის ეხლა გავიგე აფხაზეთიდან
სნეული ბავშვიც არის, რაც არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სიკეთე, სიყვარული არის უნივერსალური და ის ჩვენ გვაერთიანებს ყველას და ეს არის კიდევ ერთი მოწოდება ზოგადად მამა ანდრიას სახელი ცხოვრება, მოწოდება სიკეთისა, რომ უამრავი ასეთი ცენტრი არსებობდეს საქართველოში, რომ ყველა გავერთიანდეთ, რომ ვისაც განსაკუთრებულად ჭირდება დიდი თანადგომა და მსმელობა და ყურადღება, არც ერთი ადამიანი, არც ერთი მოზარდი თუ ბავშვი მით უმეტეს არ დარჩეს ყურადღებისა და ნუგეშის მიღმა. დღეს არის ბერი ანდრიას იუბილე. დღეს 30 წელი შეუსრულდა მამა ანდრიას და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ფონდში ჩემ შვილებთან ერთად ესეთი მიღება მოვაწყეთ, სადაც ყავდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის სტუმრები და ყველაზე ძალიან რაც გვახარებს და ყოველთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია თან კიდევ ჩემი შვილებისთვის პატრიარქს მიუძღვენით დღევანდელი დღეც. ესეთი ტრადიცია გვაქვს მამა ანდრიას დაბადების დღეს სულ ვუძღვნით ჩვენს უწმინდეს. ძალიან უყვარდა მამა ანდრიას უწმინდესი და ეხლა კიდევ დარწმუნებული ვარ რომ მისთვის ლოცულობს და კიდევ უფრო მეტად ეყვარება და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეში და სიხარული. ჩემმა შვილებმა წარმოადგინეს მამა ანდრიას მიერ დაწერილი ჩანახატები და ესეც ისეთი იყო ჩვენთვის ძალიან თბილი და მნიშვნელოვანი. ცოტა ნაღველიანი, ცოტა სევდიანი ღონისძიება არის, მაგრამ მადლობას უხდი უფალს ყველაფრისთვის. მე გახლავართ ვიყავი მისი პირველი სულიერი მოძღვარი. ის მან ფაქტიურად ასე ვთქვათ პირველი სიტყვა ღვთის შესახებ, უფლის შესახებ ქუთაისის ტაძარში, მთავარანგელოზთა ტაძარში მოისმინა, გაიგო. ის ისეთი გულისხმიერებებით გამოირჩეოდა, რომ გასაკვირი იყო. ხო პატარა იყო, მაგრამ ფაქტურად ამ პატარა ბავშვი იმთხელა პოტენციალი იდო. როგორც პატარას ისე ვერ დაელაპარაკებოდი მას, როგორც დითან ისე უნდა გესაუბრა. რამე თუ მისი ყოველი სიტყვა შეკითხვა, მისი ყოველი შეკითხვა დიდი სიბრძნით იყო გამშვალული. ესე იგი ფაქტურად ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, ბავშვი წავიდა, შეიძლება ითქვას ამ ქვეყნიდან ის, მაგრამ ფაქტურად მას ჰქონდა ის სიბრძნე, რასაც რის მოხუცებსაც წლების სჭირდება ზოგადად. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თქვათ ეს ფონდი, რომელიც დაარსდა, ეს ფონდი დაარსდა, შეიძლება ითქვას მისი ანდერძის საფუძველზე, მისი თხოვნის საფუძველზე. მან თხოვა თავის მშობლებს, რომ თუ კი ვინმე ბავშვი ისეთ მდგომარეობაში იქნებოდა, რომ ყველასათვის ყურადღება მიექცია. აღსანიშნავია, რომ ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უანგაროდ ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი მზრუნველობას უწევს ყველა დაავადებულ მოზარდს, განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა.